წარმოსახვაში ბავშვობისას 1000-ჯერ ვიცვლით პროფესიას. თუ ერთხელ კარგი გოლი გაიტანე, გონია რომ ფეხბურთელი გამოხვალ. თუ სცენაზე საახალწლო წარმოდგენაში სხვაზე მეტი ტაში დაგიკრეს, უკვე მსახიობობაზე ოცნებობ. წლები გავა და უმეტესობას არ ემახსოვრება, რომ კოსმონავტობაზე ოცნებობდა, ან გემის კაპიტანი თუ მომღერალი სურდა გამხდარიყო. მაგრამ ყოველ ეზოში თამაშით გართულ ბავშვებში ერთი მაინც აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც ბავშვობის ოცნება წარუშლელ ლაიტმოტივად გაყვება. როგორც წესი ძნელი სათქმელია რა გამოარჩევს ამ ადამიანებს სხვა, ზოგჯერ არანაკლებ ნიჭიერი ბავშვებისაგან, ჭირვეული ბედისწერა თუ განსხვავებული ხასიათი. ან იქნებ მოვლენათა ბედნიერი დამთხვევა. ფიქრობ, აი მამა ჩემის რაღაც ხასიათი მაქვს, აი რაღაც მიზანდასახული ვარ. მამა ჩემიც ესეთი იყო, მიზანდასახული იყო. რაღაც დისციპლინა უყვარდა, ესეც მაქვს. დედა ჩემი უფრო თეატრალი იყო. სპექტაკლებზე დადიოდა, ალბათ იქიდან შემიყვარდა ეს პროფესია. დედა უფრო ემოციური, უფრო როგორ გითხრათ, უფრო წარმოსახვა მასში ბევრი იყო, აი რაღაც ესეთი. ზღაპარს მოგვიყვებოდა ბაბუას, ზღაპარს დაარქმევდა მამი და ზღაპარი თავისი მამისა და მამიდის ზღაპარს და აი ამ ზღაპრის მოყოლაში ისე დახატავდა იმას, რომ ეხლაც კი გძნობ ყველაფერი აი ამ სიუჟეტებს და ეხლაც კარგად მახსოვს და კარგად მახსენდება. პედაგოგების ოჯახში, სადაც მურმანჯინორია იზრდებოდა, ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დისციპლინა და ბავშვების სულიერი განვითარება იყო. მათი აღზრდა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სასკოლო პროგრამების ბეჯითი შესწავლით. დედმამაც ცდილობდა შვილებისათვის მრავალმხრივი განათლება მიეცა. თეატრის სამყაროს მომავალი მსახიობი დილის საბავშვო წარმოდგენებზე ეზიარა. მაშინ ის ჯერ კიდევ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. სცენის ნამდვილი ძალა მოგვიანებით იგრძნო. მეხუთე კლასში იყო, როცა პიონერთა სასახლის დრამწრეში მიიყვანეს. პირველმა აპლოდისმენტებმა მურმანჯინორია სპორტული მომავალი გააცამბორა. როცა მსახიობობის სურვილი გამოთქვა, ხელაღებით აღარავის შეწინააღმდეგებია. თუმცა არც დიდი სიხარულით არ შეხვედრია. პედაგოგიური პასუხისმგებლობით აწონდაწონეს და სანამ ვერდიქტს გამოიტანდნენ, რჩევა კომპეტენტურ პირს. დრამწრის ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ სულაქველიძეს თხოვეს. როდესაც მივიდა დედა ჩემი და მამა ჩემი ბატონ ვახტანგთან და უთხრეს, რომ ჩააბაროს თეატრალურ ინსტიტუტში რასიზამს. იმ ადამიანმა გულწრფელად უთხრა, როგორ გითხრათ, ახლა კარგია, როდესაც ახალგაზრდაა, მაგრამ მსახიობობა ცოტა რთული პროფესია არისო და არ ვიცი, ეს მე უკვე მასზეა დამოკიდებულიო, მე როგორ განავითარებს თავის პროფესიაში, თავის საქმიანობას. ამიტომ ცოტა იორჭოფეს შემომშობლებმა, მაგრამ უკეთესი გამოდგა, იმიტომ რომ უფრო გამემძაფრდა და უფრო მეტი ინტერესი მქონდა უკვე ამ პროფესიისადმი. ეს იყო მისი ოცნების პირველი გამოცდა. თეატრალურის ნაცვლად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოხვდა, ქიმიისა და კვების ფაკულტეტზე. კიდევ კარგი რომ გეპეი, როგორც ჩვენში დღემდე ეძახიან, სრულებით არ იყო მოკლებული თეატრალურ ცხოვრებას. მურმანჯინორიას წაკითხული პირველი ლექსების მსმენელიც სწორედ მანქანათმშენებლობისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. ძალიან მალე ნამდვილ პიესაში ნამდვილი როლის შესრულებაც მოუწია. ნოდარ დუმბაძის ნუგეშინია დედაში მთავარი გმირი ითამაშა. ასე კეთილსინდისიერად დახურა 5 კურსი და აღასრულა ვალი მშობლების წინაშე. ახლა კი დრო დადგა საკუთარი მიზნისათვისაც ებრძოლა. მე რო პირდაპირ მოუწყობილიყავი თეატრალურ ინსტიტუტში. და ვთქვათ 5 წელი არ მესწავლე პოლიტექნიკურში. ისეთი ის არ მექნებოდა ჟინი და ისეთი მიზანსწრაფვა და ისეთი შენ თავზე ძალიან შენ თავს არ ზოგავ. აი დაზოგვა არ შეიძლება. აი ესე არ ყოფილა რომ აი თუ ახეს როგორ მოხდა? ესე არ ყოფილა. აი თან და ნაბიჯ თან და პირველი ნაბიჯი იღბლიანი გამოდგა. მან მიშა თუმანიშვილის აუდიტორიაში შედგა ფეხი. აუდიტორიაში, რომლიდანაც ქართული თეატრის ახალი ეპოქა უნდა დაწყებულიყო. თუმანიშვილი უკვე გამოცდილი ოსტატი იყო.
რომელიც ცხოვრების გარდამავალ და გადამწყვეტ ეტაპზე საკუთარი დასის ჩამოყალიბებას სწორედ იმ ჯგუფთან ერთად იწყებდა, სადაც პირველად მოისმინა ლექცია მსახიობის ოსტატობაზე მურმან ჯინორიამ. რა მოყვა ამ რთულ და ძალიან საინტერესო დროს დღეს ყველამ იცის. მაშინ კი ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი პერსპექტივა ისახებოდა. ერთ მომენტში არ ვეთანხმებოდი სავით, თუ შეიძლება ასე ითქვას პედაგოგზე. ეს ამბობს, რომ არის ჩვენი პროფესია ორთა ბრძოლა. მე ფიქრობ, რატო არის მარტო ორთა ბრძოლა? სულ არა, ეხლა მე ვზივარ თქვენს წინაშე და თქვენ სულ არ მეჩხუბებით მე და არ არის ორთა ბრძოლა, მაგრამ აი ასეთი, ხო? აქტიური. მაგრამ თქვენ თქვენებურად აზროვნებთ, მე ჩემებურად ვაზროვნებ. თუ ჩემი აზროვნება თქვენთვის საინტერესოა, მაშინ თქვენ მე მისმენთ, ხო? თუ არ არის საინტერესო, მაშინ რაღაც სხვა რაღაცაზე გადახვალ, ყურადღება გადადის სხვა რაღაცაზე. ადამიანს ახასიათებს სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ახალგაზრდა შემოქმედს კი მით უფრო. მურმან ჯინორია ამისათვის სწორედ საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ქართული თეატრი სახეს იცვლიდა და ახალ ცხოვრებას იწყებდა. ახალი თეატრალური რეპერტუარი ანგრევდა კლიშეებს და სტუდენტებისათვის თვითგამოხატვისა და ძიების მრავალფეროვან გზებს ხსნიდა. რაც მთავარია, ამ ყველაფერს სცენის ცოცხალი ლეგენდების მიერ ნათამაშები როლები და ფასდაუდებელი ლექციები ემატებოდა. მისი თაობა პირველი ხელიდან იღებდა გენიალურისა და მარადიulis რეცეპტებს. მე რო გავიზარდე უკვე პარტნიორის გავხდი დიდი მსახიობების, რამაზ ჭყიკვაძის, გოგი გეგეჭკორის, ეროსი მანჯგალაძის, რა ვიცი, უამრავი მსახიობის, თენგიზ არჩვაძის. და შემდეგ უკვე შენ გაინტერესებს ის როგორ აკეთებს. სერგო ზაქარიაძე რო თამაშობს, არა? ეს მე სულ არ ვგავარ სერგო ზაქარიაძეს, ხო? ჩემი გამოხატვის ფორმით, ხო? ჩემი პროფესიაში, მაგრამ ძირითადი პრინციპი, რასაც ვფიქრობ სერგო ზაქარიაძეს ჰქონდა, ეს ძალიან ახლობელია ჩემთვის. და მე რა ვიცი, რასაც სტუდენტი ვიყავი ხოლმე, ქალბატონი ნათელა ურუშაძეს ესეთი ის ჰქონდა, რომ დავყავდით გამოჩენილ მსახიობებთან და რაღაც ესეთ ლექციებს ავით გვიტარებდნენ ეს გამოჩენილი მსახიობები და ერთ-ერთ იმაზე შეხვედრაზე ვიყავით ქალბატონ სესილია თაყაიშვილთან და ქალბატონი ახლა ახალგაზრდა რო ხარ სტუდენტი რაღაც შენ რაღაც ვითომ სტანისლავსკი იცი რაღაც პატონიმიშა გასწავლის და რაღაცა შეკითხვა ქონდა ესეთი რომ ქალბატონო სესილია მეთქი თქვენ აი თქვენ თაობაში მსახიობობას როგორ სწავლობდით მეთქი თქვათ რომ არ იყო თეატრალური ინსტიტუტი და ასე შემდეგ მეო და ჩემი თაობაო ახალგაზრდები ვინც ვიყავით მსახიობობას სწავლობდითო სხვა კარგი მსახიობის კარგად შესრულებულ როლებზე თავარი რაც ამ გაკვეთილებმა ასწავლა მაინც ის იყო რომ მსახიობობის სწავლა არ შეიძლება მსახიობი ან ხარ ან არ ხარ პროფესიის დაუფლების ერთადერთი გზა საკუთარი შესაძლებლობების შესწავლა და მათი სრულყოფილი ფლობა. ყოველ შემოქმედს თავისი გზა აქვს გასავლელი და ყველაფრის გასაღები ისევ საკუთარ წარმოსახვაში უნდა ეძებოს. ბატონი მიშა, აი რეპეტიციის დროს იმდენს მე ვფიქრობ ახლა. იმდენს არ ვიღებდი, რამდენსაც თქვათ ის, როდესაც ლაპარაკობდა თეატრზე. ლაპარაკობდა, თქვათ რომელიმე მსახიობზე ან რომელიმე სცენის გადაწყვეტაზე. მაშინ ჩემი წარმოსახვა უფრო აგვირგვინებდა იმას, რა არის მსახიობის პროფესია. მსახიობის პროფესია ზოგს გონია რომ აი მე ასე მგონია რა ვიცი. ზოგს ესე ფიქრობს რომ ეს არის რაღაც ტემპერამენტი, არის სცენაზე თავისუფალი მოქცევა და ასე შემდეგ. და მთავარი მე ვფიქრობ, მაინც არის იდუმალება, რაც აქვს ამ პროფესიას. რაღაც ისეთი რამ აქვს, რომელიც აქ არ აქვს მნიშვნელობა, შენ კომედიურ ჟანრში მუშაობ, თუ თქვა დრამატულ ან ტრაგედიას თამაშობ. ჩარლი ჩაპლინი სულ არ არის, თქვა არა, ტრაგიკული მსახიობი, მაგრამ მისი სიუჟეტები, მისი ამბავი არა, რასაც ის გადმოსცემს. ყოველთვის რაღაც იდუმალებით არის მოცული. აი ახსნა მთავარი, როგორ ახსნის მსახიობი ამა თუ იმ
ვითარებას. მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მისი არსებობა მთელმა ქვეყანამ გაიგო. ეს ერთი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხდა. მსახიობი, რომელიც სპექტაკლში ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს, სერგოს როლს თამაშობდა, გადაღებაზე მიიწვიეს. რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა ის მურმან ჯინორიათი ჩაანაცვლა. ასე აღმოჩნდა სტუდენტის სცენაზე ვასო გოძიაშვილთან ერთად. და რამდენს მოგცემდა თუ შენ იყავი ამღები. უბრალოდ თქვა რა არის ვოდებილიო. აი თქვა რეპეტიციების დროს. ვოდევილი რა არის ვოდევილი? თქვა გეუბნება ჩვენ ახალგაზრდებს. ვოდევილი აი უცბად უნდა დაიჯერო, მოკვდა, ვაიმე მოკვდა, არ უნდა იმას ანალიზი. მოკვდა, ვაიმე უცბად უნდა დაიჯერო, მოკვდა. გაცოცხლდა, გაცოცხლდა. აი ასე მარტივად ახსნა ვოდებილის ჟანრი. ყველაფერს იჯერებ აი ასე. გულწრფელად. ეს არის ხო? აი თქვათ ისე. ეხლა რაღაც მაშიკო რაღაც ურწყავდი და მე იმას უთხრა მარინას რომ ნელა დამარტყი მეთქინა. ესმის აი რაღაც აი ეს არის ვოდევილი. ორდინალური ადამიანები იშვიათად ცდილობენ პირველივე იღბლიან შემთხვევაში გარისკონ და პირველ ექსპერიმენტად აქციონ. თუმცა მურმან ჯინორიას ორდინალურს მხოლოდ ბრმა თუ უწოდებდა. მან საკუთარი თეორიების პრაქტიკაში გამოცდა გადაწყვეტა. გადაწყვეტა ერთი შეხედვით დაბნეული და შეყვარებული ყმაწვილის კომიკურ სახეში დაუდეგარი რომეოს იდუმალება ჩაედო. ამ ორ პერსონაჟს საერთო ერთი შეხედვით ბევრი არაფერი აქვთ. მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა მოახერხა სცენურ სახეში ჰარმონიით შეეთავსებინა ისინი და სასურველი რეალობისათვის მიესადაგებინა. ახალგაზრდა ხარ ვაინც ფიქრობ არა რაღაც აი ვთქვათ რომეო როგორი იქნება. სულ არ ეთანადება არა ის პერსონაჟი რომელსაც იქ ვანსახიერებ ვოდებილია სულ სხვა ჟანრია არავითარი სიახლოვე არ არის რომეოსთან, მაგრამ თვითონ მამოძრავებელი და სიხალისე და აი აღმაფრენა შეიძლება ჩადო შენ რომეოსი და უკვე ეს პერსონაჟი მარტო სასაცილო კი არ გამოდის და ვთქვათ სხვადასხვა სიტუაციებში გამამხიარულებელი. არამედ რაღაც დაკავებული ხარ რაღაც სიუჟეტით, რაღაც ამბავით, რომელიც შენს წარმოსახვაშია. ვა სეროჟ აჯა ხომ კარგად დავშვიდი აი მე წავალ ახლა დაძნარდი აი წავედი კარგად ვიღარ ათასი მანათი რომ მოეცათ საჩუქრად ეგრე არ მეამებოდა სიყვარულო ყველა როლს თავისი ასაკი აქვს. ეს კარგად ესმის ნებისმიერ მსახიობს. რაც უფრო გემატება წლები გაკლდება როლები, რომელთა შესრულებაც შეიძლებოდა. სანაცვლოდ ჩნდება ახლებიც. ყველა დამწყები მსახიობი თავის ოცნებას იწყებს რომეოთი ან ჰამლეტით და ამთავრებს მეფე ლირით, რიჩარდ მესამით, ასდაკით. მურმან ჯინორიას მოსწონდა რომანტიული გმირები, რომელთა საუკეთესო შემსრულებელს ის სარკეში ჩახედვისას ხედავდა. ძალიან მინდოდა დონ ჟუანის თამაში, როდესაც კინოსახიობთა თეატრში ვიყავი და აიდი ვეხვეწებოდი ბატონ მიშას, რომ ეს თეატრი მაშინ სხვა პრინციპი იყო, სტუდიურად მუშაობდით და შეგვეძლო მსახიობებს რაღაც გვესაუბრა რეჟისორებთან და თეატრის მომავალზე. და ვეუბნები, რომ ახლა რომანტიზმის დროა მეთქი, რომ ჩვენ თეატრში აი ეს მაყურებელი ახალგაზრდები უფრო მოვიზიდოთ და აი მაშინ წავდით მოიტანე აბა წაიკითხე რა არის, შენ როგორ ფიქრობ რაღაცა და ჩავერთვე. ხო მე უკვე აღარ ახსოვდათ მე ვინ მოინდომა იმის პიესის დადგმა ჩვენ თეატრში, კინოსახიობთა თეატრში. მაგრამ ეს ასე იყო. გოროტება ჭეშმარიტის მაწყობარია. ხვაც სადიცა შესავალ ხარ. იცით დგაშენ.
კინომსახიობთა თეატრში მსახიობმა 10 წელი გაატარა. ითამაშა მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლები სპექტაკლებში შუშანიკის წამება, დონ ჟუანი, სისხლიანი ქორწილი და კიდევ რამდენიმე სპექტაკლი. შეგესეთ მონაზმა მე ციხლი მიტარ. ყოლსა. უკეთესია გავჩუმდი. მაინც ვერ გადააცხნა. იღებდნენ ფილმებშიც. 1996 წელს მურმანჯინორია გადაიღეს ფილმში თვალი პატიოსანი. 1 წლის შემდეგ იყო სინემა. 70-იანი წლების მიწურულს მოყვა დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით ბესამე და შემდეგ წიგნი ფიცისა. ეს ფოტოა? არა სინემა. შეიძლება ჩაიხედე. ჩაიხედე, აი აქ. 1999 წელს დანაშაული მოხდა. 93-ში ჩაკლულისული. 2008 წელს კი მურმანჯინორია სამსახლში გადაიღეს. მის სამსახიობო კარიერას მუდამ განსაზღვრავდა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, რომელიც ყოველს თვალში ხვდებოდა და არასოდეს ავიწყდებოდა. ჯინორიას მიერ ნათამაშები როლის თამაში უკვე რისკი და გამოწვევა იყო ნებისმიერი მსახიობისათვის. როლს მსახიობი თავის თარგზე ჭრიდა და ისე ირგებდა თითქოს საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი. ხარს თავისკენ უხმობდა. დორო. მაგარია დომინგინი. სანჩეს მეხია მაგასთან ლაწირაკი იყო. დორო. უცებ ხარი. მეტეორივით გახანდა დომინგინისაკენ. დომინგინი ოდნავ შეტყდა. წელში მოხდენილად გაიზნიკა და მულეტიზეთ თვალებზე აფარა ხარს. ხარმა წაიფორხილა. თავი ვეღარ შეიკავა დარქებით. კვალი გაიტანა სიგარში. მე რუსთაველის თეატრში დავიწყე ნოლიდან. არავინ არ გაგიჟებულა ჩემი მისვლით თეატრში. და მე უკვე ძალიან ბევრი როლები მქონდა ნათამაშები ამ 10 წლის განმავლობაში. აი ჯერ დაიხოცნენ უკვე იყო სინემა, იყო დონ ჟუანი, იყო ვარავინი და უამრავი როლები 15 როლამდე უკვე ნათამაშები მქონდა და მაყურებელი უკვე მიცნობდა, მაგრამ აი ღმერთი დიდია და აი რაღაცა ეს შეგრძნება მომცა რომ აი ახლა შენ დაამთავრე ინსტიტუტი და მიხვედი თეატრში და დაიწყე ნოლიდან და დავიწყე ნოლიდან. აი თითქმის მახსოვს რობერტ სტურვატგამ და ასერგასის დღეს მიხეილ კვესელავას ნაწარმოების მიხედვით და იქ რაღაც ძალიან პატარა ეპიზოდური როლი მერგო. მაგრამ რაღაც ისე მოხდა რომ მაინც არ დავიკარგე. იყო ქვეყნის უდიდესი თეატრის მსახიობი ერთდროულად პატივიცაა და უმძიმესი ტვირთიც. რთულია იყო თეატრში, რომელიც სავსეა ნიჭიერი არტისტებით, რომლებიც საოცნებო როლების შესრულებას ელიან. მთავარი გმირი ერთია, ყველა დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანია. მაგრამ სწორედ ასეთ მეორე ხარისხოვან როლებში დევს ზოგჯერ შანსი, შენი ხმა, თუნდაც წამით, აქციო წამყვან მელოდიად. ოკუპირებული რაიონების საიმპერიო კომისარს ალფრედ როზენბერგს. გარკვეულ პერიოდში პირდაპირ მაინც რუბინსვით გენერალური ოფიციო. ადამიანები ჩვენის როგორ ვართ, აი ეს დასწრება, გასწრება, მოსწრება, არა მე უნდა ვიყო, არა შენ, არა მე, აი ეს მომენტი, ეს ფაციფუცი აგეჯებს ადამიანს. ძალიან რთულია ეს მომენტი. და როდესაც შვიდად წყნარად შენ რო იცი რა გინდა, მაშინ ყველაფერი ლაგდება. ახლა კი გინდა ხანდისხან ჰამლეტის თამაში და მეორე მესაფლავეს მოგცემენ ამ
როლში, მაგრამ პირველი მესაფლავეც კი არ გერგება, მეორეს მოგცემენ, მაგრამ უნდა ითამაშო ესო მთლიანად. რა იცი, რას გიმზადებს შემდეგ ბედი და ღმერთი? რისთვის არის ეს საჭირო? თქვენ როგორ მოხდით? რა გნებავთ? უაღრესად ბევრი რა. ინახართ, ხის? უმჯობესია მკითხო, ვინ ვიყავი? ხო, მაშინ ვინ იყავით? თომას, სიცოცხლეში მე ხო შენი კომპანიონი ვიყავი. განგებამ ცხოვრების ამ ეტაპზე მას დიდი მსახიობების საუკეთესო პარტნიორის როლი შესთავაზა, რომლის შესრულებაც სცენაზეც და სცენის მიღმაც ერთნაირად აზარტული და დატვირთული პროცესია. სანამ სცენაზე რამაზ ჩხიკვაძის მეფე ლირი და მურმან ჯინორიას გრაფი კენტი გავიდოდნენ, ლირის საგრიმიოროში სხვა სცენა თამაშდებოდა. რამაზ ჩხიკვაძე გრიმს თავად იკეთებდა. მსახიობის ხელით იხატებოდა ნიღაბი, რომლის ძალას მარტივი ხაზები ქმნიდნენ. ჯინორია შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომელმ თითქმის პირველ ყოფილი ხერხით გარდასახვის პროცესს დასწრებოდა. რა გინდა რაღაც 200 მეყურებ უცბად. ისა ბატონო თან ვიაშმაკე და ბატონო რამას აი ჩვენი სცენების ის ტექსტი ხო არ გაგვევლო და თან მინდა რომ დიდხანს ყოფილიყავი მასთან. და ეს მოსწონდა ესა ტექსტის გავლა სპექტაკლამდე. ახლა ვფიქრობ რატომ უნდოდა. იმიტომ რომ როდესაც ტექსტს გაევლიდა ის უკვე თვით დაჯერებული ხდებოდა რომ არ ეფიქრა ტექსტზე, უკვე სპექტაკლზე. და აკეთებდა იმას, რაც მოვიდოდა წარმოსახვაში და იმპროვიზაციით, რაც გაკეთდებოდა. მე ყოველთვის ცდილობდა რომ ყოფილიყო კარგ ხასიათზე. აი ეს აღმაფრენის მომენტი მოყავდა. ამ გრიმის კეთებაში რაღაცა შენ გეტყოდა ერთი-ორი სიტყვას ისე მთლიანად თელ სივრცეს ითვისებდა. ესეთ კი არ იყო. მე ახლა მეფელებს თამაშობ და ესე არა, აი ასე და უფრო გულწრფელად შედიოდა შემდეგ ტრაგედიაში. ვიცი პატიოსანი. ახლოს მინდა ვიყო კაცთან, რომელიც ბრძენია და ცოტას ლაპარაკობს. მეშინოდეს მხოლოდ ზეცის სიმართლის და არ მეშინოდეს სიკვდილის. როცა ბრძოლა გარდაუვალია. მაინც ვინა? უწმინდესი კაცი, მაგრამ მეფესავით ღარიბი. შენს ისეთივე ღარიბი ხარ ქვეშევრდომთა შორის, როგორც მეფეა, მეფეთა შორის. მართლაც ღარიბი ყოფილხარ. რა გინდა? მინდა ვერსახურო. თან და მიცნობ? არა. მაგრამ სახეზე ისეთი რამ გაწერიათ. მინდა ჩემი პატრონი გახდეთ. რაც გულისხმობ? ლიერებას. ლიერებას. დარჩი ჩემთან და მემსახურე. მადლობა, სერ. მეფე ლირო. ზუდათ არის შენი საქმე. ჭექა ქუხილს გამოეკეცი, აქ კი თაკარამზე დაგიხვდება. ერთი ვნახოთ რას მწერენ. კორდილია. მადლობას გიხდი გაძევებულ კენტზე რომ ზრუნავ. აი ახლა კი ნამდვილად დამეძინება. მადლია. ცოტა ხანს მაინც არ დავინახავ ამ სამარცხვინო ქვეყანას, ობედისერავ, გევედრები. ერთხელ კიდევ გამიღიმე, სასიკეთოდ დაატრიალე ჩემი ბედის ბორბალი. სულ ლაპარაკობდნენ რომ აი მსახიობი დამოკიდებული პროფესია, მსახიობობა რაღაც რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. აი რეჟისორმა თუ არ მოგცა რასიზა, მე ვფიქრობ ეს ცოტა არამსახიობური მიდგომა. სერგო ზაქარიაძესაც არ გიждდებოდნენ და ვენებს არ იჭრიდნენ რეჟისორები, მაგრამ იმდენი მოახერხა რომ მე ვიღაცისთვის გამხდარიყო ის აუცილებელი.
რეჟისორს უნდა დაჭირდე. აი ამას მივხვდი მე სტუდენტობის დროს, რომ შენ მე ისეთ რაღაცას, ისეთი ფერი შეიძლება მოუნახო ჩემ თავში, რომ ვიღაცას დავჭირდე. რეჟისორისა და მსახიობის საყოველთაოდ ცნობილი დავა, რომელშიც მსახიობი არც თუ იშვიათად გრძნობს თავს დამარცხებულად, ჯინორიასათვისაც არ იყო უცხო. იგი ამ ამოცანასაც მისთვის დამახასიათებელი მონდომებით მიუდგა და შეეცადა საკუთარი თავი რეჟისორის ხელში იდეალური იარაღად ექცია. კვეთრად ინდივიდუალური ხასიათი და გარეგნობა ისე მიეწოდებინა მაესტროსათვის, რომ ამ უკანასკნელს ასეთ თავისებურ მასალაში თავისი სათქმელი მაქსიმალურად ზუსტად გამოეხატა. მურმან ჯინორიას ქართული თეატრის საუკეთესო რეჟისორებთან მოუწია მუშაობა და იმის წარმოსადგენად თუ რამდენი შინაარსის გაზიარება შეძლო და რა სკოლა გაიარა, ხოლოდ რობერტ სტურუას და მიშა თუმანიშვილის დასახელება კმარა. რეჟისორი რო გეუბნება შენიშვნას, შენ შეიძლება ზოგიერთს რბილად ეტყვიან, მე რბილად არ მეუნებიან. და ესეც კარგია. ესეც აძლევს შენ ამის შანსს. აი ამის შესაძლებლობას, რომ თავისუფლად გითხრას. ამით შენ უფრო იგებ. მე ვფიქრობ. ვიდრე ის რომ აი სულ შეგაქონდა, რა კარგია, ოჩახ, აი ეს სცენარო რა კარგად გამოიყო. იშვიათად რაღაცას მეტყოდა ბატონი მიშა, იშვიათად რაღაცას მეტყვის ბატონი რობიკო. მაგრამ ისე მანამდე რაც მითხრა, ისინი უკვე შენი, როგორ გითხრათ, შენი გამოხატვის ფორმებს გაცვლევინებს, თუ კარგად მიუხვდები. და გამოსახვის ფორმების ცვლა არის მსახიობობა. 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანა გალაქტიონ ტაბიძის იუბილისათვის ემზადება. ფილარმონიაში დიდი საღამო დაიგეგმა. ამ საღამოზე გამოსვლის მსურველებს რა დალევდა. საქართველოში არ იყო მსახიობი, რომელსაც გალაქტიონის ლექსის წაკითხვა არ ეცადა და კომპოზიტორი, რომელსაც მის ტექსტებზე სიმღერის შექმნა არ უფიქრია. მურმან ჯინორიას თავად ფილარმონიის დირექტორმა დორიან კიტიამ დაურეკა და სთხოვა საღამოზე ცისფერ ტრიოსთან ერთად გამოსულიყო და რამდენიმე ლექსი წაეკითხა. მსახიობი ადრეც ხშირად კითხულობდა გალაქტიონის პოეზიას, მაგრამ ლამის გალაქტიკური მნიშვნელობის გენიის იუბილეზე საკუთარი შემოქმედების დემონსტრირება სულ სხვა ენერგიას მოითხოვდა. რაღაც ისეთი ლექსები იყო, ამ ლექსებს ახლავს ვკითხულობ. და რაღაც სხვადასხვა განწყობილების, რამოდენიმე ლექსი იყო, 4 თუ 5 არ მახსოვს. და ბიჭებიც თან ღეროდნენ და თან პაუზა იყო, ხან მე ვამბობდი, ხან ისინი ღეროდნენ და წავიკითხე და რაღაც აი ხო იცი არის ჩვენს პროფესიაში ესე რომ რაღაც სამარისებული სიჩუმეა ყოველთვის კონცერტის დროს და მაგრამ რაღაც კიდე სხვანაირი სიჩუმე. აი ეს სხვანაირი სიჩუმე ვიგძენი. და რაღაცნაირად აი ეს მოვიდა რომ ნუ თუ ესეც შეიძლება რაღაცას პარალელურად ესეთი ფიქრი მიდიოდა იმ დროს ალბათ ახლა რო უყურებ რომ ვიხსენებ და რომ დავამთავრე და ძალიან დიდი ტაში მივიღეთ და ვიფიქრე რომ ესე იგი აი ეს იყო პირველი ესეთი წარდგენა რომ აი ლექსის ასეთი წაკითხვაც თუ შეიძლება ლექსების კითხვისას მან თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა. ამ ერთი შეხედვით მცირე ტექსტებში მთელი პიესის დრამატურგიის მოთავსება შეიძლებოდა. როგორც გალაქტიონის ლექსში მხარე ცვლის მხარეს, ისე ცვლიდნენ მურმან ჯინორიას შემოქმედებაში ლექსებს ლექსები, სრულიად განსხვავებული მუსიკით, ემოციით, სიუჟეტითა და საიდუმლოთი დატვირთულნი. საინტერესოა, რომ რაც უფრო განსხვავებულსა და ინდივიდუალურ სათქმელს ჩადებდა მსახიობი, მით უფრო ახლოს მიდიოდა ავტორთანაც. ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც მას გამოეხმაურა, შოთა ნიშნიანიძე იყო. როდესაც აი ჩქარე მატარებელი წავიკითხე შოთა ნიშნიანიძეს. მაშინ ჯერ სპექტაკლად არ მქონდა გაკეთებული ისე რაღაც არ მახსოვს ტელევიზიით წავიკითხე თუ რაღაც ესტრადას. და დამერეკა ბატონმა შოთა. და მე რომ მოვისმინეო, ეს შე რო წაიკითხე ლექსიო. მეო გადავფურცლეო ჩემი წიგნიო და თავიდან წავიკითხე ეს ლექსი და ეს რა კარგი ლექსი დამიწერიაო. და ესე იგი ახლა ამაზე დიდი სიხარული რა უნდა ყოფილიყო, რომ პოეტი გეუბნება, რომ ესე იგი მე რაღაცა გავიგე, თქვათ,
იმ ლექსში ისეთი, რაც მას ჰქონდა და თავიდან ავტორს თვითონ დაუახლოვე ის ლექსი. მეორე იყო ბატონი მურმანის შემხვდა რაღაც ისეთი საყოფაცხოვრებო საქმეებზე ვიყავით და იქ შემხვდა და ისე გამიკეთა, რა ციგანი ხარ. შენ რომელი ლექსი ამოარჩიო ჩემი ამასო არავინ არ კითხულობსო და ერთი კარგი ლექსი აქვს ეხლა მაგ სპექტაკლში დილის ბინჩი ვერის ხიდზე მოხვდით თოვდა რა კარგია თო ესეც მეორე იყო და მესამე იყო სხვათა შორის მუხრან მაჭავარიანმა მითხრა რომ შენო ლექსებსო რაღაც რომანტიულ ლირიულ იმას ატმოსფეროს აძლევო ჩემ ლექსებსო იმიტომ რომ მისი ლექსები უფრო ისეთი იკითხება რაღაც ისეთი სადაც მე უფრო ესეთი სხვა და რანაირად ბრდღვენავს არა ხო ხმელეთს როგორ ეხეთქება სხვა არა სხვის იმისავაზე რამჭირს თუ არა კი აი რაღაც ასეთი თული სათქმელია რა უფრო ტკბილია აღიარება ავტორისაგან თუ დარბაზის აპლოდისმენტები ჯინორიას მიერ წაკითხულ თუ გათამაშებულ პოეზიას არც ერთი აკლია და არც მეორე ეს მისი ამპლუა გახდა თავად არტისტისათვის ალბათ ყველანაირ წარმატებაზე მნიშვნელოვანი დაფარული სათქმელის ისძიებაა რომელიც სიცოცხლის აზრს ატარებს ვინც კარგი მსახიობები და კარგად კითხულობდნენ ლექსებს ის ლექსები არც ერთი არ მაქვს მე ჩემს იმაში რა ქვია სპექტაკლებში რა პროგრამაში იმიტომ რომ ისინი იმდენად კარგად კითხულობენ თქვა ბატონი გურამი თქვა მე და ღამეს galaktionisas ხო ან სილაჟვარდი ანუ ვარდის სილაში და კიდე უამრავი დროშები ჩქარა ან მუხრან მაჭავარიანის ეს იმდენად ზუსტად აქვთ ამოხსნილი არა ვთქვათ ბატონ გურამს ესა ხო ან ხალბატონ ზინას ან სერგოს ან ვთქვათ ძალიან მომწონს ვეფხი და მოყმის ისა მაგრამ იმდენად კარგად არის და სრულად არის უშაგი ჩხეიძის მიერ ეს წაკითხული რადიოში რომ იმას ახალ ფორმა ვერაფრით ვერ მოუნახავდი ალბათ მე გავადრო და ვიღაცა მოუნახავს ამიტომ ესე იგი ისეთი ლექსებისკენ წავედი რომელიც ასე თუ ისე არ იკითხებოდა ესტრადაზე თორე ისე ვინც პოეზიის მოყვარულია ყველა მიცის ეს ლექსები ლექსი მოყვა, სათქმელს სათქმელი, ამბავს ამბავი. მურმან ჯინორია სხვადასხვა ლექსებისაგან ერთმთლიან დრამატურგიულ კომპოზიციებს აგებდა და მასში დაფარულ სიუჟეტებს, მხოლოდ მისთვის ჩვეული ემოციით ფეერვერკად აქცევდა. შემდეგ მეორე ლექსს რო წაიკითხავ, სულ სხვა მდგომარეობაა და სხვა სათქმელია. და ეს კონტრასტი და ეს ფერთაცვლილება ძალიან სიამოვნებდა რომ ეს სულ ერთი და იგივეზე არ ახარ და სულ მესაფლავეს არ წაიკითხავ მთელი ცხოვრება და ხან წაიკითხავ დღე გაფრითრდა იაგონდის დგას მეორე ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი სხვა არის მე წაიკითხავ ტერენტი გრანის წვიმდა არ წვიმდა უცებ სხვა მდგომარეობა და აი რომ ესე იგი თუ არ დაგაკავებენ ესე იგი არა რეჟისორები შენ მაინც გაქვს უსამუშაო როდესაც შენ ხარ პოეზიასთან თუ მსახიობი საკუთარი პიესის რეჟისორიც და დრამატურგიც შეიძლება გახდეს რატომ არ შეიძლება საკუთარი წარმოდგენის მენეჯერობაც იკისროს ემანსიპირებული მსახიობი კოტე მახარაძეს დაუკავშირდა რომელიც თავად მსგავს ჟანრში მოღვაწეობდა და მე ბატონ კოტეს შევხვდი რაღაც სხვა ვითარებაში და მე ვთხარი ბატონ კოტეს უკვე დადგმული ქონდა ილია ისა რა ქვია ბაგრატიონები და ვთხოვე რომ ნახეთ მეთქი გეკნება და ქალბატონი სოფიკო და ბატონი კოტე მოვიდნენ რუსთაველის თეატრში სირასანასა და ნახეს ეს პოეზია და მითხრა აი მეო ახლა გადმოვდივარო და ფიქრის გორაზე თეატრი უნდა იყოსო რა ტერიტორიულად იქ არის სხვადასხვა ადგილებში თამაშობდა და მე აქ დაფუნძდა და მინდა რომ შენც ეს პოეზია თუ შეძლებო აქ გადმოიტანო მე რაღაც გადავასყვაფერე
და დავდგე ერთი მსახიობის თეატრში სხვანაირად რაღაცები დაუმატე რაღაცები გამოვაკელე. მსახიობი მსახიობისათვის მგელია. იხუმრა ერთხელ დიდმა იტალიელმა არტისტმა. ერთი მსახიობის თეატრმა მითი თეატრალური სამყაროს ინტრიგების შესახებ დაანგრია. ეს სახლი შემოქმედებითი მეგობრობის მყარ საფუძველზე იდგა. მურმან ჯინორიამ ერთი მსახიობის თეატრში კოტე მახარაძეში არტისტულის გარდა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნიჭიც აღმოაჩინა. მე ესეთი მართალი ადამიანი ჩვენს პროფესიაში როგორც კოტე იყო მე იშვიათად შემხედრია. აი შეიძლება რაღაცაში დათანხმებოდი, შეიძლება რაღაცაში არ დათანხმებოდი. მაგრამ ის ყოველთვის გულწრფელად ამბობდა თავის სათქმას. აი უბრალო ვითარებაში, სუფრაზე, მეგობრობაში. ალბათ ამიტომაც მოსწონდათ ქალებს. ეხლავე ნახავთ ყველაფერს მე და თავასაგური საქმეა. მაგრამ რა გვენაღულებათ ჩვენ? დიდებულებასა და ჩვენ სინდისი წმინდა გვაქვს და ეგ ვერ შეგვეხება. არა! ვისაც ნეორი უჭამია პირიციმას დაეწვას. თუ შენი ყველაზე დიდი ვნება სცენა, თუ მთელი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა თამაშია და თუ შენს განკარგულებაში მთელი თეატრი აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პირველივე სახე, რომლის გახსნასაც მოინდომებ, ჰამლეტი იქნება. ესე ჩვეულებრივი თეატრალური პარადოქსია. მსახიობში, რომლის ფაქტურაც თითქოს დანიის სამეფოს დეკორაციიდან გადმოხატულს გავდა, მანამდე ვერც ერთმა რეჟისორმა ვერ დაინახა შეშლილი პრინცი. ეს ბედის შეცდომა მსახიობმა თავად გამოასწორა. შექსპირის ტრაგედიის საკუთარ ინტერპრეტაციას მურმან ჯინორიამ დარღვეულია დროთა კავშირი უწოდა. მაშინ სათქმელი ესა მქონდა, რომ დროთა კავშირი, აი ეს პერიოდი იყო, რომ დაირღვა დროთა კავშირი და ვიღაც ადამიანებმა უნდა შეუდგეთ რაღაცას, რომ ჩვენი მხრებით, რომ ბედმა მერად მარგუნა მისი შეკრა, ხო? ასე გრძელდება ეს ფრაზა. რა ვიცი, კარგი სათქმელი იყო. და შემდეგ მივედი პოეზიასთან. პოეზიასთან ის ყოველთვის საკუთარი გაუკვალავი გზით მიდის და ალბათ ამიტომაც რა, რომ 1000 ჯერ წაკითხულ ლექსს ახლებურად ასმენინებს მაყურებელს. შეიძლება მთაწმინდის მთვარე წაიკითხო გალაქტიონ ტაბიძის შემდეგ. მთაწმინდის მთვარე ეს ჩემის სიუჟეტით ეს არის, ოდესაც გალაქტიონ ტაბიძე მიხვდა, რომ მზად არის ახლა გასაფრენად. და გალაქტიონ ტაბიძეს უქონდა ესეთი მიდრეკილება, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავის მოკლის. აი, ქონდა ბილეთი, ქონდა აღებული, ვთქვათ, უნდა წასულიყო გემით ბათუმიდან იქით სოხუმისკენ და იქ შუა ზღვაში უნდა გადმოვხდარიყო. ქონდა ერთი ესეთი მომენტი, როდესაც მტკვარში გაზაფხულზე შევიდა უკვე თავის დასახჭობად, ესე და გამოიყვანეს. ესეთი ეს ქონდა. ეს ხომ მე ვიცი. და მე გალაქტიონ ტაბიძეც ხომ ესე გაფრინდა და დამთავრდა. ეს სიუჟეტი ხომ გალაქტიონმა იმ დროს არ იცოდა, როდესაც მთაწმინდის მთვარეს წერდა. ეს ხომ მე ვიცი უკვე მისი ცხოვრების დამთავრების შემდეგ. ეხლა მე უფლება მივეცი ჩემ თავს, რომ მისი აი ეს მდგომარეობები ჩამედო მის ლექსში. მაშინ მე უკვე იმაზე კი აღარ ვფიქრობ, რომ გალაქტიონ ტაბიძეზე კარგად ვკითხულობ თუ ცუდად. არამედ მე ვკითხულობ ჩემს სიუჟეტს გალაქტიონის შესახებ. ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი, მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი, ქროლვით იწევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს ასე ჩუმი, ასე ნაზი. ჯერცა მე არ მახსოვს მთვარე, თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოშას მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე. არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი მთვარე აქ ჩემს ახლო, აკაკის ლანდს ძინავს მეფურძილით, აქ სევდიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული და
მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის ზევდიან გედა თողუმ თქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა თუ სიზმარმავით შეისხა ციდან ცამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასვაფერებს მომაკვდავი გედის სანქთა ვარდებს და ჩანჩქერებს თუ როგორ ვძნობ რომ სულისთვის ამ ზღვამ რომ აღზარდა სიკვდილის გზა რა არის ვარდის ფერგზის გარდა რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსან ცითამამე რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე რომ აჩtildeო მე თქვენ სახლო სიკვდილს ვეგებები რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი ჯერ არასდროს არ ყოფილა თვარე ასე წყნარი ყველა ლექსი რომელსაც მე ვკითხულობ არც ერთ ლექსს მე ისე არ წავიკითხავ თუ ის ძალიან ჩემი არ არის ჩემი რას ნიშნავს ახლა ერთ-ერთი ვარიანტი პოეტები უამრავი ვარიანტით არიან დატვირთულები, როდესაც ეს აღმაფრენის მომენტი მოძდით და წერენ რაღაცას და არიან მედიტაციაში რაღაც უძლიერეს მდგომარეობაში ადამიანის სულის. მაგრამ ერთ-ერთი შენ უნდა ნახო. ერთ-ერთი გამოსავალია ამ უამრავი შეგრძნებებიდან, რომელიც პოეტს აქვს დაწერის დროს. და ის ერთ-ერთი მე აუცილებლად უნდა მოვნახო ყველა იმ ლექსში, რომელსაც მე ვკითხულობ. ურჩევნია 10 სპექტაკლის თამაში ერთი ლექსის წაკითხვას. ლექსის წასაკითხად სცენაზე გასვლას, ეშაფოთზე გასვლას ადარებს. ადარებს მთასვლელობასაც. სულ შიში აქვს, რომ ბაგირი გაწყდება. ბეწვის ხიდზეც გადის. ამ პროფესიამდე რომ მიმიყვანა, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. ხომ მიმიყვანა? ხომ არ ავწდი. ეთყობა მეც მამა ჩემისგან ესეთი მიზან დასახულობა რომ მქონდა, მაინც არ უღალატე და წავედი, მაგრამ ერთია რომ შენ არ უღალატებ და ბევრი სხვათა შორის ახალგაზრდა, არა, მე მსახიობი უნდა გამოვიდე. როცა შენ უნდა დაამტკიცო რომ ხარ გააქვს უფლება ამ პროფესიაში იყო. ისე რომ იძახო მე მაგარი ვარ, ეს არ არის. შენ უნდა დაამტკიცო და სულ პატარა როლით, სულ პატარა ლექსით. სულ პატარა გამოხედვით, სულ პატარა სიყვარულით, სულ პატარა ვაჟკაცობით, სულ პატარა სათქმელით, სულ პატარა შენი ქვეყნის სიყვარული და უამრავი რა ყველაფერი. ოღონდ ცოტა პატარა შენებური უნდა იყოს. როგორც ჯინორი ამბობს, ზოგჯერ ჯობია წააგო, მაგრამ არ ჰგავდეს სხვას. მას შეუძლია მსახიობის მომხიბვლელი ხელოვნების დაუფლების მსურველად ამ ურთულესი ხელოვნების ნიუანსებზე დაუსრულებლად ესაუბროს. ჯინორიას საკუთარი სამსახიობო სტუდია აქვს, სადაც მომავალ არტისტებს ისეთივე რთული გამოცდის წინაშე აყენებს, როგორც გზის დასაწყისში თავად გაიარა. აქ თუ გაქვს ხელი რო ფიქრობ ესეთი მომენტი. არ გააკეთო ესა. და ეს ხომ იცი რომ აკეთებენ ასე სხვა მსახიობები და რო ფიქრობენ ვითომ. და აი ასე როცა გინდა უკვე მიდის ხო იცი მიჩვეული ხარ აი ასე გავაკეთებ და უკვე მაყურებელი იმ წუთში მიხვდება რომ ფიქრობ და ეს რო არ გააკეთო და გამოდის რაღაც სხვა აი ეს უკვე კარგია მე ვფიქრობ შეიძლება წამგებიანია რაღაც მომენტებში რომ უცბად გააკეთებ ამას და დამთავრებ მაგრამ რაღაცა ეს იდუმალება უფრო მეტი მოდის რომ შენ იმას ხას უსვამ, რაც ხას გადაუსვამ, რაც უკვე მიგნებულია. რაც უკვე აღმოჩენილია. ხა შენებურად და ცოტა იმ პაუზაში და იმაში რაღაც ღმერთი გეხმარება და ახალ გამოსახვის ფორმას მოგცემს. ყველაზე ძნელი ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში არის, როცა გარემოებები მძლავრობენ და მთავარი უთქმელი რჩება. ამიტომ ყველაზე დიდი გამარჯვება მისთვის არის, როცა ყოველგვარ გარემოებაზე გაიმარჯვებს და ყოველ მიზეზ გარეშე მიაღწევს მიზანს. ინდივიდუალობა არ უნდა დაიკარგოს. როდესაც ინდივიდუალობას დაკარგავ, მაშინ შენ არ ახარ საინტერესო. შენ შეიძლება არ იყოს სხვაზე უკეთესი მსახიობი.
მაგრამ შენებული ხომ მაინც იქნება. ეს უფრო ღირებულია მგონია. ხო? ყველა ბრილიანტი ხო არ იქნება. ზოგი ფირუზი იქნება, ზოგი ოქრო იქნება, ზოგი ვერცხლი იქნება და რკინაც საჭიროა ხანდისხან. და შეიძლება უფრო საჭირო იყოს ვიდრე ოქრო, როდესაც თქვათ რაღაცას აშენებ. ბოგერ. გზები მიდის. ოქრო. გოგო მოდის აკდი გოგდი აბა დელია. გოგო მიდის ბოგაზე, ჩემი საყვარელია. ხალი თუ აქვს ლოყაზე, ეზო კარი, ღობე სარი, ეკონება ბოლიბოლს, გეგონება თოვლს, მისდევს ტყემლებს ჭერმები, მისდევს ფერმებს ტყეები, ისე მჭერმეტყველებით, ისე ფერმეტყველებით, რომ სარკმელში მოძორება, მთელი ეს საოცრება, ეს ხილული ოცნება, ცის და მიწის მოსწრება, გზები ძოწეულები, გზები განაშუკები, გზები ბროწეულების, გზნებით განაშუკები, სიმინდების ფოჩები, ჭები, ოცინარები, მზეზე ძველი კოშკების, ბჭენი, მოცინარენი. მიაქვს, მოაქვს, წერილები, სიხარულის ბარათები, შეპირების, იმედების, გამართლების, ჭალა, შარა, ჩალა, ჩქარა, გრაგანებენ ვაგონები, გრაგანებენ გაკვირვებით, სად გარბიან ჩაკონებით, ბოგირები, ბაგირები, შემოსილახე ჭრილ-ჭრული, შემოსულახე ჭეჭური, ეზო ურმებია, და ჭურები, მეჭეჭური, დამისდევენ ზრებს, შუკას, გზებს, კიდეები, კორდები, ხიდები და ბონდები, ბევრჯერ გამახსენდებით. ბევრჯერ მომაგონდებით. მეკრის მატარებელი, ჩქარე მატარებელი. როცა გათენდება ხო ყოველთვის გიხარია. რომ კიდე ერთხელ გაიღვიძე, ხო რაც წლები გადის უფრო საინტერესო ხდება ყველა გათენება. შეიძლება ეს მოგბეზრდეს. თუ მოგბეზრდა, ესე იგი მკვდარი ხარ უკვე. არ გბეზრდება. ასევე არ გბეზრდება, არ მბეზრდება მე. როცა მომბეზრდება, მაშინ აღარ წავიკითხავ. მსახიობმა, რომელმაც ინდივიდუალიზმი აირჩია და თავადაც ურეჟისორა საკუთარ წარმოდგენას, პუბლიკისგანაც მიიღო მთავარი ჯილდო, გულწრფელი აღიარება. იგი არასოდეს მონაწილეობს მოდურ დებატებში. არც ისე ხშირად იძლევა ინტერვიუებს. არ გაიგივებულა არც ერთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მიმართულებასთან. მეტიც თეატრშიც კი მოახერხა არა რომელიმე დასთან ან რეჟისორთან, არამედ მხოლოდ საკუთარ სახელთან ასოცირდებოდეს. და ამით წაშალა პოპულარობისა და წარმატების ყველა დაუწერელი კანალი და დაიტოვა მხოლოდ სცენა, თავისუფლება და ნამდვილი პოეზია.